ბათუმი რედისონმა მისტერ და მის აჭარა გოლდი 2025-ის ფინალურ გალა შოუს უმასპინძლა. კონკურსში, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი დარინა დიასამიძეა, 5 წლიდან 25 წლამდე გოგონები და ვაჟები იღებდნენ მონაწილეობას. საღამოს ორგანიზატორად მოწვეული იყო კახი ხაბეიშვილი. ვიყოფებით რესტორან ეპოქაში, რომელიც მდებარეობს ბათუმში, აეროპორტის სიდატკეცილი 20 ნომერში, რომელიც გახლავთ დღევანდელი პროექტის ოქროს სპონსორი. სწორედ ეპოქა არის ის ლოკაცია, დღევანდელი ფინალური გალა შოუ, როდესაც დასრულდება სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში, მისტერ და მის გოლდი აჭარა 2025-ის ფინალი, გალა ვახშამს ვარსკვლავურ ჟიურის წევრებს და ჩვენს მოწვეულ სტუმრებს ელოდებათ ძალიან მაგარი ღონისძიება, სადაც იმღერებენ ნინი ბადურაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, კრისტინე იმედაძე, მარიტა როხვაძე. წარმატებას უსურვებ ამ კომპანიას, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალაქ ბათუმში და ყოველთვის უსურვებ ბევრ მომხმარებელს და კარგ სტუმარს და ბევრ საინტერესო ივენტს. პროექტის გენერალური სპონსორი იყო მაღაზია დაღუ. სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრმა თამარისმა ოქროს სპონსორობა ითავა. კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ გასართობი ცენტრი დისნეილენდი და რესტორანი ეპოქა. დღევანდელი საღამოს მისტერ აჭარა გოლდი 2025-ის ოქროს სპონსორი არის თამარისიას გუნდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, რომ მოგცა შესაძლებლობა ყოფილიყავით ძალიან კარგი საღამოს ოქროს სპონსორი. ვუსურვებ ყველა მონაწილეს გამარჯვებას, ასევე ჩვენ გვეყოლება ჩვენი ფავორიტები. აღსანიშნავია, რომ ფინალისტების გარეგნობაზე თბილისიდან მოწვეულმა ვიზაჟისტებმა იაშკა დეისაძემ და თეონა აბულაძემ იზრუნეს. კონკურსში აქტიურად იყო ჩართული აჭარა 2025-ის გამარჯვებული ლინდა მახაჭაძე, რომელმაც ბავშვებს მასტერ-კლასები ჩაუტარა. ძალიან დიდი მადლობა ტელეკომპანია Music Box უკვე მე რამდენი წელია ჩემი პროექტების უცვლელი მხარდამჭერია, მედია მხარდამჭერია, ძალიან დიდი მადლობა რედისონს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი პროექტის პრეზიდენტს ქალბატონ დარინა დიასამიძეს, რომ ესეთი კარგი პროექტი წარმოაჩინა აჭარაში და ბათუმში, მის და მისტერ აჭარა გოლდი 2025. ძალიან დიდი მადლობა ჩემს სპონსორებს, რესტორან ეპოქას, ბავშვთა გასართობი ცენტრი დისნეილენდს. ძალიან დიდი მადლობა დიზაინერს ნახატი, რომელიც 9 წლის არის, ხატია ჭაღალიძე, ყველა მშობლებს, თითოეულ კონკურსანტს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ პროექტთან მიმართებაში უდიდესი მხარდაჭერა გაწია. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს, ვინც ჩამოგზავნდა თბილისიდან და შეაფასა ჩვენი კონკურსანტები. დიდი მადლობა ჩემს ოქროს სპონსორს, ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრი თამარისიას, ქალბატონ თამარ ბრუნჯაძეს. რა ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, მე ვფიქრობ ძალიან კარგად და ორიგინალურად ჩაიარა დღევანდელმა ფინალმა. რიგით მე-60-ე ჩემს მიერ ორგანიზებული ღონისძიება საიუბილეო შედგა დღეს ბათუმში და ასევე მინდა თქვენი გადაცემის საშუალებით უკვე დავაანონსო შემდეგი რეგიონები. მადლობა მინდა გადაუხადო დეფილეს მასტერ-კლასებისთვის მთელი 3 კვირის განმავლობაში, რომ მისი გამოცდილება გაუზიარა მის აჭარა 2025-ის გამარჯვებული ლინდა მახაჭაძეს. აი, ქეთს ვიხრი მის წინაშე, დაუღალავად იშრომა ამ ბავშვებთან მიმართებაში და რასაკვირველია მთელმა გუნდმა, მთელ სტაფს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. ეკას, ვახოს, აი ყველას, ვინც კი დარინა დიასამიძეს გვერდში დაუდგა ამ პროექტთან მიმართებაში მთელს გუნდს. თავარი დღევანდელი დღე ვიცი რომ ძალიან ორიგინალურად შედგა, ვიცი რომ მაყოფილია მაყურებელიც, შედეგებიც ვფიქრობ რომ ჟიურიმ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან მალე დაგვიბრუნდება უკვე რომ გამოვავლინოთ გამარჯვებულები. ჟიურის რა თქმა უნდა მივანდოთ ეს ყველაფერი, სწორი არჩევანი გაგაცდეს და კომპეტენტური ჟიური მე ვფიქრობ რომ ყავდა დღევანდელ ღონისძიებას, რომელსაც სახელად ჰქვია მის და მისტერ აჭარა გოლდი 2025. ჟიურის წევრებს შორის მოწვეულები იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები, პოლიტიკოსები და მომღერლები. ყოველთვის ჟიურის წევრობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. სიმართლე გითხრათ, სილამაზის კონკურსში არასდროს არ მჯდარ ვარ, მე მგონი თუ სწორად მახსოვს, მუსიკალურში კი და თან მით უმეტეს, როდესაც ეხება საქმე ახალგაზრდებს და ბავშვებს, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და ძალიან გინდა რომ რაღაც ძალიან სწორი იყო შეფასების დრო. ნომინაციები იმდენად კარგად არის გადანაწილებული, რაზეც ყველაზე მეტად ნერვიულობდი, რომ ვინმე ისე არ დარჩენილი იყო, აღმოჩნდა რომ არავინ არ რჩება ნომინაციის და გამარჯვების გარეშე, ასე რომ ნაწყენი დღეს არავინ არ წავიდა, ესეთი არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, ძალიან რთული ასარჩევი იყო, იმიტომ რომ ყველას რაღაცა ძალიან ესეთი შარმიანები არიან, ლამაზები არიან, არტისტულები არიან და აი აგერევა, ვერ ჩამოვყალიბდით ამდენი ხანი, მოგონი ძალიან დიდი ხანი მოვიდით გადარჩევას, მაგრამ კაია რომ ბევრი პრიზი. ძალიან რთულია ხოლმე მით უმეტეს უმცროს ასაკის კატეგორიასთან და რაც არ უნდა ისეთი რჩეული ყავდეს. სულ ვფიქრობ ხოლმე იმ ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე, მათი მშობლების ემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ყოველთვის მიჭირს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება. თუმცა დღეს იყვნენ ძალიან ბევრი
ნამდვილად ნომინაციებიც ძალიან ბევრი იყო, ადგილებიც იყო გასანაწილებელი და იყო ფართო არჩევანი და მრავალფეროვანი და ჩვენ შევძერით, მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ბავშვი არ იქნება ასე ვთქვათ, გულნატკენი. დღეს ძალიან კარგი დღე არის და ამისთვის მადლობა კახის, რომ ყოველთვის ატარებს ისე როგორც არის საჭირო, ხარისხიანად. ჩვენ ბევრი წელია ეს ერთად დავდივართ ხოლმე და ვარჩევთ ძალიან კარგ ბავშვებს. ყველანი ძალიან კარგები არიან და ყველა მიიღებს დამსახურებულ ნომინაციას აუცილებლად და რავი, მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან კარგ დროს გავატარებთ ერთად ჩვენ საღამოზე. ჟიური მცხარე კამათისა და მსჯელობის შემდეგ გამარჯვებულები 4 ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელების გამოცხადებას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. არ ველოდი გამარჯვებას, მართლა მოულოდნელი იყო ჩემთვის და იმედიც არ მქონდა თუ პირველ ადგილზე გავიდოდი რა. და ჟიურისთვის რჩეული გავხდებოდი. არ მოველოდი და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რომ პირველი გამოცდილება მივიღე ესეთი. საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას და ძალიან გამიხარდა. სიტყვებს ვერ გადმოცემ, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. გავიმარჯვე და ძალიან დიდი მადლობა. საღამო რესტორან ეპოქაში ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების კონცერტით დასრულდა.